ისტორია და კულტურული მემკვიდრეობა ხელშეუხებელია. არავის აქვს უფლება საკუთარი ინიციატივით დაანგრიოს ან შეცვალოს ის, რაც ამ მემკვიდრეობის ნაწილია. დაუდევრობა თუ თვითნებობა. რა მოხდა ზღუდერში, სადაც მე-6 საუკუნის სამნავიანი ბაზილიკის ნაშთები განადგურებულია. ძეგლის ადგილზე თანამედროვე მასალებით ახალ ეკლესიას აშენებდნენ. პროცესი ახლა შეჩერებულია. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო მომხდარს უკანონოდ აფასებს, რა პასუხი აქვს რუის ურბნისის ეპარქიის წინამძღვარს მეუფე იობს, რომლის ინიციატივითაც ადგილობრივი სასულიერო პირების ინფორმაციით მშენებლობა დაიწყო, ან სად არის გამოსავალი, ესეც საინტერესოა. სანდრო გამსახურდია საავტორო რეპორტაჟი გააგრძელებს ეთერს. ისტორია, რომელიც 14 საუკუნეზე მეტ სითვლის, ზღუდერში თანამედროვე სამშენებლო მასალებით გადაწერეს. დღეს ასე გამოიყურება ტერიტორია, სადაც მე-6 საუკუნის სამნავიანი ბაზილიკის ნაშთები უნდა დაგვხვედროდა. წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია მე-20 საუკუნის დასაწყისში თითქმის სრულად იყო შემორჩენილი. ზღუდერის ტაძრის ეს ფოტოები, რომელიც მე-20 საუკუნის 40-იან წლებშია გადაღებული, პროფესორ ლევან ჩეულიშვილის ნაშრომმა შემოინახა. 1940-იან წლებში საბჭოთა რეჟიმმა ბაზილიკის ნაწილი დაშალა და ეკლესიის პერანგის ქვები სკოლის მშენებლობისთვის გამოიყენა. თუმცა მაინც შემორჩა კედლების, ჩუქურთმების ფრაგმენტები და ბურჯები, რომლებიც ადრე ქრისტიანული ქართული არქიტექტურის განსაკუთრებული ნიმუშია. ვითარების შესასწავლად ზღუდერში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელთან ერთად ჩავერით. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი დღეს აღარ სადაა. ტერიტორიაზე სამუშაოები ახლა შეჩერებულია. ანუ მას შემდეგ რაც სააგენტომ განგა შეატეხა, თუმცა შედეგი უკვე სახეზეა. ზღუდერის ბაზილიკის აღდგენის თხოვნით პირველად სააგენტოს მომართეს 2020 წელს წარმოდგენილი იყო საპროექტო დოკუმენტაცია, რომელიც ითვალისწინებდა ძეგლის რეკონსტრუქციას, ანუ აღდგენას შემორჩენილი მასალების საფუძველზე. სააგენტოს მიერ განხილული იქნა ეს პროექტი, თუმცა პროექტი საჭიროებდა გარკვეულ დაზუსტებას და შევსებას მთელი რიგი კვლევითი კომპონენტებით და შესაბამისად სააგენტოს მიერ პროექტის განმახორციელებელ პირს ეთხოვა საპროექტო დოკუმენტაციის დაზუსტება. ამის შემდეგ, გარკვეული წლების შემდეგ, სრულად იგივე საპროექტო დოკუმენტაცია იქნა წარმოდგენილი სააგენტოში და ბუნებრივია იგივე შენიშვნებით დაუბრუნდა პროექტის ავტორს, რაც შეეხება ამჟამად განხორციელებულ სამუშაოებს, ეს არის სრულიად უნებართო სამუშაოები, რომელიც არ ყოფილა შეთანხმებული სააგენტოსთან. სააგენტოს მიერ აღნიშნულ სამუშაოებზე არ ყოფილა ნებართვა გაცემული და ვერც გაიცემოდა, იმიტომ რომ წარმოდგენილი სამშენებლო საქმიანობა, ეს არის ახალი ობიექტის მშენებლობა და არაფერი აქვს საერთო ძეგლის რეაბილიტაციასთან. ვინ მიიღო გადაწყვეტილება, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების აკრძალვა უგულებელყოთ? საძირკველი იყო, პატარა შესასვლელი იყო და იმ მხარეს იყო ის ნანგრევები ისწრება და მე აღდგენა უნდა მეუღლესა და მადლობა უფალსა ღვთისშეწევნით. საძირკველი არ არის მოშლილი, საძირკველზე არის, ნახე საძირკველი კიდევაც ემჩნევა, მაგრამ ისა რომ აგერა ის ქვები არის, რაც აგერა იქ ხო ჩანს ქვები, ის ქვებით არის გადასული და იქ ქვებით იმას მოპირკეთდება. ყველაზე თვალსაჩინო არის ის, რომ მშენებელმა ძველ ისტორიულ საძირკველზე ფაქტობრივად პირდაპირ ახალი კედლები დააშენა. ძველი კედლის ნარშენები კი მოხსნეს და აქ სამშენებლო მოედნის გვერდით აწყვია. კანონმდებლობით ნებისმიერი ჩარევა ასეთ ძეგლზე მოითხოვს უმკაცრეს კვლევას, არქეოლოგიურ ზედამხედველობასა და სპეციალურ ნებართვას. აქ კი ვხედავთ სტანდარტულ მშენებლობას, რომელმაც ძეგლს ისტორიული ღირებულება სრულად დაუკარგა. სასულიერო პირების მთავარი არგუმენტი რწმენა და სულიერი საჭიროებაა. ტაძრის აშენება და მრევლისთვის ლოცვის უფლება უდაოდ მნიშვნელოვანია, მაგრამ ახალი ეკლესიის აშენება ნებისმიერ სხვა ადგილას შეიძლებოდა. წაშლილ ისტორიას და განადგურებულ მე-6 საუკუნის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს კი ვეღარასოდეს აღვდგენთ. შემოძვირფასება ხლა მე არ წამომიღია სურათები, მაგრამ ყველამ გადაიღო სურათები და უკვე საკმაოდ გაშუქდა, რომ ეს არავითარი ძეგლი აქ არ იყო და ძეგლს ვერ იყო ნარჩენები იყო, იცი რასაც ქვია. ნარჩენები იმას ქვია, რომ უნდა მოსუფთავდეს ის და მყარ საძირკველზე შეიძლება მხოლოდ მყარი შენობის აშენება ხო არ შეიძლება ხლა იმ ფუყეზე რომ რამე წესიერი და ღირებული გააკეთო ადამიანმა. ჩვენ ტაძარი გვჭირდება ახლა ის ჩვენი წინაპრები დღეს რომ თავი მოგვაქვს ხო რისთვის აშენებდნენ პირველი ფუნქცია რა იყო იმისი ან ის საძირკველი რატომ გათხარეს ან ის თანხა რატომ გაიღეს ხო რომ იქ ღვთისმსახლი აგებულიყო და ღვთისმსახურება შესრულებულიყო. ეს არის ტაძრის პირველი ფუნქცია ხომ ეთახმებით ამაში.
და ყველაფერი კეთდება ახლა ისე იმისთვის, რომ ის თავის პირვანდელი ფუნქცია დაებრუნოს დაზარმების იმართმა სულმა იგაიხაროს და ჩვენ კიდე აქ შეგვემატოს ის და ჩვენ სამშობლოს კიდე შემოვლოს კიდევ ერთი კერა, სადაც ღვთის დიდება აღევლინება ხო. რა ვიცი, ამაში სულს თუ ვინმე ხედავს, არ ვიცი რატო ხედავს და უნდა კაი დაინახოს და უნდა უხარდეს ყველას. ყველგან არის დატოვებული ის გადამის ადგილები, სადაც ეს დაიხერხება და ამითი შემოსება კვლავ, ანუ გარედან იქნება პირველ სახეს შენარჩუნებული როგორიც იყო. კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონი ცალსახად გრძელავს ძეგლზე ნებისმიერ თვითნებურ ჩარევას. მით უმეტეს კედლების ბლოკით ამოშენება ფაქტობრივად ძეგლის საბოლოო განადგურებაა. ის ნანგრევიც კი მინიმუმ 3 ეტაპს ინახავდა. ისტორიის 3 ეტაპს მინიმუმ. ეხლა საერთოდ არ როგორც ის მე აბსოლუტურად არ ვიცი. ხო, აი უყურებს სამჯერ რესტავრებული კი ეწერა, მაგრამ დიახ, აი სწორედ, ოღონდ სამჯერ ეს იყო საუკუნეების დიაპაზონი, ხო? და ეხლა რა დაგვრჩა, მამა, ფაქტურად ვშლით ყველაფერს, ჩვენ მომავალთაობას არაფერს არ უტოვებთ, გარდა 21 საუკუნის ახალი ნაგებობისა, ხო? და 21 საუკუნის ახალი იმ ძველს რატო უნდა დავაშენოთ? ძველი რატო უნდა გავანადგუროთ? როცა შეგვიძლია ცარიო ტერიტორია, ეხლა ამ ტაძარს არაფერი არ აქვს, ამ ახალ ტაძარს საერთო იმ ძველთან, გარდა საძირკვლის კონტურისა. აი სიმართლეს თვალე ხო, მაინც საძირკველი აქტივები მაინც. ხო და უყურეთ ის ეზოც და ყველაფერი ხო ამ ტაძრის იყო თავის დროს და იმ ეზოში ამოშენებინა ახალი ტაძარი. აი ზუსტად მაგაში, ანუ გავანადგურეთ შეიძლება ასეც ყოფილიყო. თავარი კითხვები რუის ურბნისის მიტროპოლიტთან მეუფე იობთან ჰქონდა. ჩვენ მიტროპოლიტის წირვასაც დავესწარეთ, თუმცა მაღალმა იერარქმა კომენტარი არ გააკეთა. რა დავკარგეთ ზღუდერში? მე-6 საუკუნის ბაზილიკები საქართველოში ქრისტიანული არქიტექტურის ადრეულ და უმნიშვნელოვანეს ნიმუშებს წარმოადგენს. ასეთი ნაშთების თითოეული ქვა მნიშვნელოვანი ინფორმაციის მატარებელია. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ხდება შესწავლა მოცემულ ეტაპზე, სპეციალისტები როდესაც დადებენ საბოლოო დასკვნას, რამდენად შესაძლებელია ძეგლის, ასე ვთქვათ, აღდგენა, მისი კონსერვაცია ამ შემორჩენილი მასალის საფუძველზე და დაიდება დასკვნა სრულად არის ძეგლი განადგურებული თუ არა, აი ამის საფუძველზე მოხდება შემდგომი ქმედებების განხორციელება სააგენტოს მხრიდან. რა ხდება მაშინ, როდესაც კანონი დაირღვა? დაეკისრება თუ არა ვინმეს კონკრეტული პასუხისმგებლობა? თუ ზღუდერის ეკლესიაც იმ ძეგლების სიაში შეუერთდება, სადაც უკანონო მშენებლობა წლების შემდეგ უბრალოდ პოსტფაქტუმ დაკანონდა. მიუხედავად იმისა, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ახორციელებს პრევენციულ ღონისძიებებს, მათ შორის საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, კვლავ ფიქსირდება კანონის მოთხოვნების უგულებელყოფით განხორციელებული სამუშაოები, რაც სამწუხაროა განსაკუთრებულად და მიუღებელი და დაუშვებელია. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხებში სახელმწიფო იმოქმედებს კანონის უზენაესობის, პროფესიული სტანდარტებისა და ძეგლის საუკეთესო ინტერესების სრული გათვალისწინებით. კიდევ ერთხელ მსურს აღვნიშნო, რომ კულტურული მემკვიდრეობა, ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა ეროვნული იდენტობის მნიშვნელოვანი ნაწილია და მისი დაცვა, შენარჩუნება და მომავალი თაობებისათვის გადაცემა თითოეული მოქალაქის ყოველ ჩვენგანის ვალდებულებაა. ზღუდერის შემთხვევა ერთგვარი ტესტია იმისა, გვაქვს თუ არა უნარი დავიცვათ ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა ყველასგან, მათ შორის მათგან, ვინც ამ მემკვიდრეობის მთავარ მცველად მიიჩნევს თავს.